ხო და მოკლედ ადგენენ და შემოგთავაზეს ახალი სატრანსპორტო საშუალება. ბორბლებიანი ტასტი მეგობრებო. ბერმა დაცინა, ბერმა ძალიან მაგარიაო, ბერმა აუ გაწიე ძმაო, მე მაგაზე არ დავდგებიო. ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ. დღეს მოტონმოხილვა არ გვექნება, მაგრამ რადგან აი ამ ტრანსპორტმა გამოჩენისთანავე ძალიან სწრაფად მოიცვა მთელი ინტერნეტ სივრცე და რადგან ორი ბორბალი აქვს, მოდი ნახოთ სინამდვილეში რა შემოგთავაზა მერიამ გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად ამ გაჭირვების ჟამს. განსაკუთრებით მათ, ვისაც მოპედი ან ბაიკი არ ყავს და ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ავტომობილებით გარემო ბინძურდება და რაც ნაკლები ავტომობილის უკეთესია, რასაც იდეაში მეც ვეთანხმები 100%-ით. ანუ შევეცადოთ რომ გავარკვიოთ ნაგავია და გვატყუებენ თუ მართლა ევროპული სტანდარტისკენ მივგორავთ ნელ-ნელა აი ამ სამაგატკებით. პირველ რიგში დავსვათ რამოდენიმე კითხვა. აქვს თუ არა მასიური გავრცელების პოტენციალი ამ ტრანსპორტს და ვინ გამოიყენებს რეალურად მას? ან როგორ ხდება და რამდენად მარტივი არის მისი მოხმარება, ქირაობა, საფასურის გადახდა, რა ჯდება ამით გზავრობა, სწრაფია თუ არა ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით, ან საერთოდ რატო უნდა მოგინდეს ვინმეს რომ ეს გამოიყენო. ტრანსპორტზე მნიშვნელოვანი არის აბატონო აგერ ბურთი და მოედანი და ერთად ვცადოთ მისი ექსპლუატაცია ქირაობიდან, ანუ წაყვანიდან ჩაბარებამდე. ნუ დავიწყოთ სულ თავიდან, ვინ გამოიყენებს ამ ტრანსპორტს. მოდი ვაღიაროთ, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ამ ორბორბლიანი კარტოფილის სიარული არც თუ ისე მარტივი მისაღები იქნება, ალბათ, ჩემი აზრია. მოდი პირდაპირ თუ ვიტყვით, რთული წარმოსადგენი იქნება ბებია-ბაბუების თაობა და დიდი წილი მშობლების თაობაც ამ ტრანსპორტზე. ჩემი ვარაუდით სამიზნე აუდიენცია წარმოადგენს 18-დან ალბათ მაქსიმუმ 40 წლამდე ხალხს, ვისაც რაიმე შეხება ქონია ველოსიპედებთან ან მსგავს ტრანსპორტთან და ვისაც არ ექნება უხერხულობა, რომ მეზობელმა ნათესავმა ნაცნობამ ვინმე დაინახოს თესლად როგორ მიკროდა ამ სკუტერის სურათს არის. ალბათ ბევრი ფიქრობთ, რომ ამაში საუხერხულო რა არის მთელი ევროპა პროფესორიან, ქალაქის მერიან, ლექტორიან მოსახლეობიან ველოსიპედები დადის. რა თქმა უნდა, არც უცნაური და არც დასაზრახი და არც საუხერხულო ამაში არაფერია, პირიქით, რაც უფრო ნაკლები მანქანაების უმჯობესია და ნაკლები ავტომობილი და მსხვერპლი გვეყოლება, მაგრამ ნუ ყველა ასე არ ფიქრობს და სამსართულიანი ჯიპებიდან ახლა ხალხის სამაგატკაზე გადმოსმა რომ მარტივი არ იქნება, ალბათ ჩემ გარეშე ამას ისედაც ხვდებით. ჯერ ყველა და მერე თუ ისე მოხდა რომ მოდაში შემოვიდა, აი იღლიაში ამოდებული ივლიან ამით. დავჭირდება ეს რაღაც გაკეთება. რო გავაჩინოთ ეკრანზე. პირველ რიგში დაგჭირდება API-ს გადმოწერა და იმ ხელაზე აწერია scroll, რო პირველი რაც თავში მომივიდა იყო ასეთი რამ. შევდივარ Play Store-ზე და შიგნით წერ scroll. მაგრამ scroll-ზე არაფერს არ აგდებს. უნდა მოვძებნოთ bird, როგორც აღმოჩნდა. აი ამ device, რომელსაც ძალიან დიდად აწერია scroll, სინამდვილეში თურმე ქვია bird. ჩიტი. და აპლიკაცია დიდი არ არის, 35 მეგაბაიტია. ნუ რაც ძალიან ოკეი არის, იმიტომ რომ 4G-თან ძალიან სწრაფად გადმოიწერთ. Continue with Google or enter an email. Google-ით გავაგრძელებ და Superskin-ით გავაგრძელებ ამ API-s მოხმარებას. ნუ ყველაფერზე უთხრათ თანხმობა და ოკეი. ეს არის სადაც ჩვენ ვართ და ეს მონიშნული bird-ები არის, სადაც აყენია ეს ყველაფერი. მენიუში შევიდეთ. Promotions. ოკეი, მეგობარ შეგიძლია გავგზავნო მოწვევა და თუ გამოიყენებს 6 ლარი ჩაგერიცხება ანგარი. ნუ ძალიან ინტუიტიურია, Bolt-ი და ეს რაღაცები ვისაც უხმარია, ძალიან მარტივად გაერკვევით, იმიტომ რომ ახალი და განსაოცარი აქ არაფერი არაა. How to ride. ოკეი, გამოყენების წესები. აქ დააჭირეთ, იქ არ დააჭიროთ. პარკირების წესები. ოკეი. Damaged bird. ნუ თუ გაფუჭებული არის ატყობინებ, არასწორად დაპარკირებულსაც ატყობინებ და კონტაქტით აქვს. GPS-ი გააქტიურებული მაქვს. ოკეი, აქ ვართ ჩვენ და აი აქ აყენია ჩვენი მშვენიერი bird-ი. აქ შემოძვერი, იმიტომ რომ ხმა ჩავიწერ წესიერად ძალიან ხმაური არის პეკინზე. აი როგორც კი დაუშვეს ავტომობილები, ეგრევე. ტარიფი არის 1 ლარი დასაწყისი და 35 თეთრი, შემდეგი 1 წუთი. რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წუთის განმავლობაში გადაობა უდრის 3 ლარ ნახევარს.
გადავდივართ Scan Bird-ზე, სადაც გამოგიჩნდება ფოტოკამერის გამოსახულება, რომელშიც უნდა მოვაქციოთ QR კოდი. კოდის სკანირების შემდეგ გადავალთ გადახდის მეთოდზე, სადაც გვექნება საშუალება რომ შევიყვანოთ ჩვენი ბარათის მონაცემები, რომლითაც გსურს რომ ჩამოგვეჭას გადასახდელი თანხა და მენიუს ამავე გვერდზე პრომოველში შეგიძლიათ შეიყვანოთ სიტყვა scroll, რომელიც გააქტიურებს ჩვენი პირველი უფასო მომსახურების, ეგრეთ წოდებულ საჩუქარს 4.5 ლარს. შემდგომ ვაჭერთ unlock relax და მოწყობილობა დაიტრიპინებს და მზადაა გამოსაყენებლად. ასევე არ დაუშვათ ის შეცდომა, რაც მე დავუშვი, მე მეგონა რომ სახელურს გავხსნიდი გაზის აქსელერატორის პატარა ცერათითით სამართავ სახელურს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჯერ ოდნავ უნდა გაკრა ფეხი გაქანდე და მერე მუშაობს ეს გაზის მარჯვენა სახელური. H2R-ია რა. აი ესეთი რაღაც არის მეგობრებო. უხეშია საკმაოდ, არ დაგვავიწყდეს რაზეც დგავართ, თუ რასაც ჩვევით. არ დადის სწრაფად, რომ ნახე იქ ეწერა, რომ 20 კმ/სთ უნდა არა, მაგრამ მგონი ეს 20 კმ/სთ არ არის ბოლომდე, მაგ ხა გადახსნილი ამისი გაზი და აქსელერატორი და დაძვრისას ცოტა უცნაური არის, ვინც პირველად ცდით, ცოტა ვიწვალე და ეხს გაკრავ ცოტა, თითქოს შენ თვითონ ვცდილობ რომ გააგორო და შემდგომ გზაში მიახმარ აი ამ ცერათითით, რასაც ვაჭერ, აი ხედავთ, ეს არის ამისი აქსელერატორი. აი ესე ხდება ამის დაძვრა. ხმა არა აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ელექტროა, შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ დატენილი არ იქნა დააბრუნებთ უპრობლემოდ. ესენი მიაქვთ და მერე ტენიან და დილით აბრუნებენ თუ სწორად ვიცი. საკმაოდ მოსახერხებელი იქნება, ვისაც ეგრევე უნდა რომ სადმე უცებ გაიქცეს, მივიდეს და მოვიდეს. ხალხი შეჩვეული ჯერ არ არის, რაღაცნაირად უცნაურად უყურებენ ამ ტრანსპორტს. და ისედაც აქ მენტალობის ამბავია, რა თქმა უნდა, ეხა ძალიან არარეალური არის, რომ ხვალიდან ყველანი ამერ ვიქირავებთ და ამითი ვივლით. ალბათ უფრო ტურისტული ტრანსპორტი არის და სადღაც უცებ მიგორდები. ამას ყოველდღიური გადაადგილების საშუალებად მით უმეტეს ცუდამინსში, რა თქმა უნდა, ვერ იხმარ, იმიტომ რომ დისკომფორტი იქნება და ვერ იხმარ კომფორტულად იქ, სადაც არ არის აი ესეთი bike lane-ი წინასწარ გამზადებული, იმიტომ რომ რა ვიცი, ქუჩაში ეხლა საერთოდ არ მესიამონება ამის სიარული, რადგან არ ვიგრძნობ თავს დაცულად და არ მექნება იმის შეგრძნება, რომ ვიღაცა არ გადამივლის ზედ გზაზე. აი ტროტუარზე არაა პრობლემა. შვიდაც წყნარად მიდიხარ, მაგრამ აი როცა არასწორ ზედაპირზე გადადიხართ, იმდენად უხეში არის, რომ პირდაპირ ტვინში გირტყავს თავის ბორბლიან სამაგატკიან ყველაფრიანად. თხილად ხალბატონო. ქართული მენიუ აუცილებელი არის ჩემი აზრით. აი გამოცდით მოკლედ 3-4-ს დამთავრდა bike lane-ს ველობილიკი და დაიწყო ჩვეულებრივი ქალაქი და მინდა გითხრათ რომ საერთოდ არასწორებს აი ხო არ გადაო ჩაკუჩი არის. ჩაკუჩით გატაობა ხო არ გესიამონებოდათ მეგობრებო. ერთს კი გავბედე იქით გადასვლა. ვიცი, აი ესეთი არის ქალაქში სიარული, როგორც ახლა მე დავდივარ, ვიყურებ გიჟივით აქეთ-იქით და საერთოდ არ სიამონებს, იმიტომ რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ვიღაცამ გადაგიაროს თავზე ველოსიპედით, მოპედით და ბაიკით ვერ ხედავენ და არ მგონია რომ მარტივად მოხდეს ვინმეს თვალში. მე ესეთი პროდუქტი არ მქონია და შეიძლება ამის გამო მომივიდა ეს. ერთხელ რომ გაიგებ, მე იცი როგორც მუშაობს და დამთავრდა, მაგრამ აი თავიდან რაღაც პერიოდი აი ვცდილობდი რომ გამერკვია როგორ უნდა წავიდეს. ამ ტრანსპორტის ძირითადი პლუსი ის არის, რომ სადაც მოგინდება შეგიძლია დააგდო, როცა ხმარებას მორჩები. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ესეთ ადგილას არ დატოვოთ, სადაც ზონა მთავრდება. ტურისტული თვალსაზრისით ძალიან კაი იქნება. ესენი რომ დადიან ქალაქში რაღაც ძალიან არაქართულ ევროპულ იმას გავს გარემოს. ერთადერთი აი просто ფასი მგონია ცოტა ისეთი. ანუ ყოველდღე ამის საკატაოც თუ გინდა და მოდი 1 საათი დავჯდე, კაი, იკატავებ, მოგბეზრდება, გადმოჯდები, მაგრამ მე უფრო უყურებ ისეთი თვალით, რომ ყოველდღიურ ტრანსპორტად რომელიმე ალტერნატივის მაგივრად რო განიხილო, თუნდაც ტაქსის ან საზოგადო ტრანსპორტის მაგივრად
რა ვიცი, საბოლოო ჯამში მაინც ისეთ თანხაზე ადის ჩემი აზრით ეს რომ 1 საათიდან 2 საათით იხმარო და რაღაც პერიოდი აი საქმეებზე ირბინო თუ რაღაცა ეგეთი კუთხით რომ შეხედო რომ ანუ აზრი არა აქვს რა ვიცი მე ესე მგონია აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთჯერადაც სადღაც უცებ მოდი იქ გავიდე მაგრამ ისიც პატარა დისტანციაზე რა ზონები შეზღუდულია ნუ რამოდენიმე უბანია რა სადაც შეგიძლიათ ამით სიარული ყველაზე მაგარი რამ ამის ტარებაში არის თუ როგორ გიყურებს ხალხი იმიტომ რომ ჯერ ახალი ხილია და ყველას უკვირს Whoa, fuck! Come on. მოკლედ იდეალურად გადატკიცინებულ ზედაპირზე თუ არ დადიხარ არასწორებს რა გირტყავს რასაც ქვია მოდი გავეკიდოთ ვინმეს და ვკითხოთ აზრი თელზე რო გავიარე შეიძლება და კაია გაგისწორდა ბიჭებო ვილი გავაკეთე მგონი მისვეჭკე პატარაზე გული მიგრძნობს რომ ძალიან ბევრ ოჯახში დამატებითი ხარჯი გამოჩნდება იმიტომ რომ ბავშვები მოითხოვენ ალბათ ამას ეხლა რომ პატარა ვიყო და ბაიკი არ მყავდეს სანგასორებ და ესეთი სულ როცა მოგინდება რომ ატარო ნუ დატენვა ჭირდება და ერთი ეგ არის რა აი ეს არის ყველაზე კარგი ნაწილი ალბათ ამ გართობის სადაც მოგინდება ბოლოს მიაგდებ ნუ დაფარვის ზონაში რა თქმა უნდა ამოიღებ მობილურს 24 წუთია კატავთ დაბლოკოთ ვაუ და ეგრევე ჩამომეჭრა ნაის ჩემი შეჯამება ასეთია იდეა და შესრულება გადასარევად და ძალიან მიხარია ქალაქში გამოჩნდა ეს ტრანსპორტი მოწყობილობას და აპლიკაციას გადასარევად მუშაობენ და კარგი იქნება თუ სოფტს ქართული ვერსიას დაემატება თუ ფასიდან კომფორტულობიდან და სისწრაფიდან გამომდინარე ვიჯელებთ ნუ ძირითადად ტურისტული ტრანსპორტი გონია უფრო და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის სახში დატოვების მოტივაციად მაინც დიდად ვერ განვიხილავ ტროტუარს მიღამართვა არაკომფორტული და დამძაბველია და ძალიან გამიხარდება თუ ეს ტრანსპორტი იმდენად პოპულარული გახდება რომ ამად გამო მაინც დაგვიმატება ველობილიკებს თუნდაც ცენტრალურ უბნებში ეს ტრანსპორტი მაქსიმუმ 20-ით მიდის და თუ ამ ტოპსიჩქარით იარეთ 1 კილომეტრს 3 წუთში დაფარავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანზე მოცემულ დისტანციას შესაბამის ფასად და დროში გაივლით. ტაქსის ტარიფთან შედარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის მომინდვია. ეს პირველი ქართული მოტოლოგია. გამოიწერეთ არხით თუ ჯერ არ ხართ გამომწერი და არ გამოტოვოთ შემდეგი ატვირთვები. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ნახვამდის.